წარმოგიდგენთ, რომ თქვენი თავი გისმენთ. მე ბათუმში მოვდიოდი სხვათა შორის, მაშინაც ტრენინგი იყო 2007 წელს. ღამე 10:30-ზე წამოვედი, იმის მერე ღამე აღარ გზავრობ. 10:30-ზე წამოვედი და ქობულეთთან რო ვიყავი ციცინათელა რო ატრაქციონი, რადგან ახლოს ვიყავი ბათუმთან, ნახე არასწორად გავიფიქრე, ჩამოვედი მეთქი, ანუ გულისხმობ, რო ახლოს ვარ. გავიფიქრე, ჩამოვედი და ჩამეძინა საჭესთან. და გადავრჩი იმ ავარიაში. ოღონდ ძალიან სასაცილო შემთხვევა იყო. ავარიაში გადავრჩი, მაგრამ ხელი მომაძრეს დახმარების დროს. მართლა. კამარი მეკეთა და მანქანა რო ამოვყავდი, არ შეხედა და რომ მომკაჩეს, ჩამეწყვიტეს ყესები. იმ ხელ ავარიას გადავრჩი და ამოყვანის დროს, ასე ვთქვათ, არასწორი ინფორმაცია მივეცი ჩემ თავს, რომ ჩამოვედი. უყურეთ, ეხლა მოვიყვან მაგალითს, რომელიც ყველას მოგსულიათ, იმიტომ რომ ადამიანები ხართ და მიხვდებით რას ვამბობ. მე ძალიან ბევრი ვიფიქრე, რომ ისეთი მეთქვა თქვენთვის გასაგები. აბა გაიხსენეთ, ტუალეტში რო გინდათ და მთელი გზა კარგად რო ითმენთ, ტუალეტთან ახლოს რატო ვერ ითმენთ ხოლმე? იმიტომ რომ ეუბნები რომ მოხვედი, წარმოიდგინე ყველაფერი უნიტაზ და წარმოიდგინე რაც უფრო ახლოს ხარ, ლიფტში შეხვედი კიდე უფრო ვერ ითმენ, სახლთან ხარ კიდე დაგივარდა გასაღები საიზღრობა, იმიტომ რომ შენ ის დროც გათვალე, რა უნდა შესულიყო. შენ რასაც ეუბნები იმის ჯერა.